მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა გესაუბროთ 21 საუკუნის მეტად აქტუალურ თემაზე. ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ სადღეღამისო რიტმებზე, ანუ ცირკადულ რიტმებზე. ცირკადული, ანუ ბიოლოგიური სადღეღამისო რიტმები ადამიანებში აკონტროლებს მადას, საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების ათვისებას. მთლიანად ჩვენი სიცოცხლე დაკავშირებულია აი ამ ცირკადულ რიტმებთან. ანუ მთლიანობაში ჩვენი ცხოვრება არის ბიოლოგიური საათი და ჩვენ ზუსტად უნდა ვიცხოვროთ და დღის რეჟიმი ავაწყოთ ისე, როგორც ეს საათია. თუ ვარღვევთ ამ ცირკადულ რიტმებს, ანუ ამ ბიოლოგიურ საათს, მაშინ ორგანიზმში ბევრი შინაგანი პროცესი ირღვევა, რასაც მრავალი დაავადება მოყვება თან. ამიტომ იმისათვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და ჯანმრთელად, ჩვენი შიდა საათი უნდა მოვარგოთ აი ამ ბიოლოგიურ საათს. არა ამ საათს, აი ეს საათი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და ეს ბიოლოგიური საათი ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში. და ჩვენ კიდე არადაბალანსებული კვებით და ფიზიკური აქტივობისა და საუზმის უგულებელყოფით ვეწინააღმდეგებით ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. სასარგებლო რაციონის პრინციპები მარტივია, 5 პრინციპია. პირველი, არ გამოტოვოთ საუზმე. მეორე, სვათ საკმარისი რაოდენობის წყალი. მესამე, შევზღუდოთ მარტივი ნახშირწყლები. მეოთხე, არ მივიყვანოთ თავი შიმშილამდე და მეხუთე, არ გადავტვირთოთ არ მივირთვათ ზედმეტი საკვები საღამოს საათებში. სულ ეს 5 პრინციპია. ჩვენ თუ ამას კარგად შევასრულებთ, ვიქნებით უფრო ჯანმრთელები და რა თქმა უნდა, აღარ ვიქნებით წინააღმდეგობაში ამ ბიოლოგიურ საათთან. და ზუსტად მეგობრებო, აი ჩვენ რომ აი ეს შევძლოთ, აი ეს დღის რეჟიმის მოწესრიგება, ხო, ამისათვის საჭიროა, უნდა დავგეგმოთ დღე. დავგეგმოთ ყველა კვება ხემსის ჩათვლით. დაგეგმილი დღე მოგეხსენებათ წარმატების გასაღებია. და რაც შეეხება ამ პრინციპებს, ჩვენ აი ამ პრინციპების განხორციელება მეტად მარტივია და მე პირადად ასე გამომივიდა Herbalife-ის პროდუქტების გამოყენებით. მე პირადად ეს იგი საუზმის გამოტოვებაზე, არ უნდა გამოტოვოთ საუზმე, ხო, ამაში პირველ პრინციპში გვეხმარება აი ეს ფორმულა პირველი. სასწაული კოქტეილი, რომელიც ნამდვილად აი გინაც სამსახურში გეჩქარდებოდეთ, გინაც გადარბენებზე იყოთ, ამ კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივი იქნება და საუზმის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ წახვათ სამსახურში. ეს არის დაბალკალორიული, მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ, აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცილას, მაკრო და მიკრონუტრიენტებს, გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით, რაც ჩვენს უჯრედს სჭირდება და რაც ყველაზე მთავარია, მზადდება ძალიან სწრაფად და გემრიელი და ნოყიერია. და საკმარისი რაოდენობის წყალი რომ ვსვათ, მე ადრე არ ვსვავდი ხოლმე წყალს, მაგრამ რაც აი Herbalife-ის პროდუქტები დავიწყე, წყალში ურევ ალოეს და ჩაის და უკვე დღეში 2 ლიტრი მაინც გამომდის წყალი, წყლის რაოდენობა მინიმუმი. და ძალიან მშვენივრად ვსვავ. მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვასაც შეეხება, აი ამ კოქტეილებით მარტივია ამის გაკეთება, ვინაიდან ეს კოქტეილები თვითონ ტკბილია და გემრიელი და ნამდვილად ტკბილის მოთხოვნილება და აი მარტივი ნახშირწყლების ცომეულის, კიდე რაც მარტივი ნახშირწყლები ნამდვილად არ მაქვს და არც თქვენ არ გექნებათ. თავი რო შიმშილამდე არ უნდა მივიყვანოთ, ამაშიც მეხმარება ეს პროდუქტები, ვინაიდან დღეში 5-ჯერ კვებაზე გადავედი, როცა ხან 2-ჯერ ვჭამდი, ხან დავუშვათ 3-ჯერ ძლივს, 2 წახემსება მაქვს და არანაირად შიმშილამდე არ მივყავს ჩემი თავი და რაც შეეხება ბოლო
პუნქტს, რომ საღამო საათებში არ დამჭამოთ ზედმეტი საკვები. ამაში მეხმარება საღამოს კოქტეილი, მასში შედის ტრიპტოფანი, ხარისხიან ძილსაც უძღობს ადამიანის ხელს და ამიტომ არავითარ შემთხვევაში ზედმეტი საკვები არ მოგივა და თან ანაკლებს ორგანიზმს და გვექნება ხარისხიანი ძილი. აი ამ 5 პუნქტის შესრულებით ძალიან მოგვარებადია და ძალიან მარტივად ჰერბალაიმის პროდუქტების გამოყენებით. თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი შეიცვალოთ და დღის რეჟიმი თუ დღემდე ვერ მოგიხერხებიათ, გირთულდებათ დღის რეჟიმის შესვლა, მომმართეთ, შემეხმიანეთ პირადში დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და ერთად გავართვათ თავი ამ სირთულეს. აბა დროებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, აბა კარგად.